მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ფაქტი. დღევანდელი ჩვენი სტუდიის სტუმარი არის ლექსო ვალიაური. ლექსოც არის იმ გუნდის წევრი, რომელიც იკვლევს გორის მუნიციპალიტეტის, ასევე ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ საქმიანობას და ამ შემთხვევაში ლექსოს საკვლევი თემა იყო ნებართვები და მიწის პრივატიზება. ლექსო, მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად სტუდიაში. მაყურებელს უფრო გასაგებ ენაზე რომ ავუხსნათ, ზოგადად რას ნიშნავს აი ეს გასხვისება ფართების და აქედან რა შემოსავალს უნდა იღებდეს წესით მუნიციპალიტეტი, ზოგადად როგორი არის ტენდენცია და რა ნაწილი რჩება აუთვისებელი ან რამდენად აქტიური არის მიწების გასხვისება და შემდეგ შემოსული თანხებით, რა თქმა უნდა იყოს ერთგვარი სიკეთე მთლიანად მუნიციპალიტეტისთვის, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ბევრიც არაფერი არ ეტყობა ჩვენს რეგიონს მთლიანად. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ცოტა შორიდან დავიწყებ საუბარს. მნიშვნელოვანესი არის რომ გავითვალისწინოთ დინამიკა თვითონ ამ პროცესებისა, რაც უკავშირდება ქონების პრივატიზაციას, სამშენებლო ნებართვებს თუ იჯარით გადაცემას. საუბარს შორიდან იმიტომ მოვიწყებ, რომ არაერთი დასკვნა არსებობს, მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული დასკვნები, რომლებიც წინა წლებში იყო ჩატარებული, არსებობდა რეკომენდაციები და მითითებები, რაც უნდა ქონოდა მუნიციპალიტეტს გათვალისწინებული, თუმცა ეს ფაქტად რჩება, რომ არაფერი არ იქნა გათვალისწინებული, მათ შორის 2016 წლის სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მითითებული დარღვევების შესახებ 2023 წელს ჩატარებული დასკვნის დროსაც იგივე დარღვევები და იგივე გადაცდომები იქნა აღმოჩენილი. საუბარი არის ბევრი სხვადასხვა მიმართულებით დარღვევაზე, მათ შორის მე მოვინიშნე ძირითადი კომპონენტები, ძირითადი მიმართულებები, რაც უკავშირდება მაგალითად საბიუჯეტო დაგეგმვას, ბიუჯეტის სწორად დაგეგმვას. საუბარი არის მაგალითად იგივე 2023 წლის აუდიტის დასკვნაში, რომ 2020-21 წლებში მოხდა 18-დან 24%-მდე გარღვევა, აცდენა იმ დაგეგმილი შემოსავლების მიღების რომელიც მუნიციპალიტეტს უნდა მიეღო და ამის პარალელურად ასევე ესეც პარადოქსია, რომ ერთის მხრივ დაგეგმილი შემოსავლები არ იქნა მიღებული და მეორეს მხრივ თავისუფალი ნაშთი დარჩა 10 მილიონამდე ლარი მუნიციპალიტეტს ამ წელში. 2023 წელში იქნა ეს გამოკვლეული, თუმცა მას შემდეგ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მითითებული რეკომენდაციები, როგორც ხედავთ, ეხლაც არ არის გათვალისწინებული და იმ სისტემური დარღვევებისა და სისტემური პრობლემების შესახებ, რომელიც არსებობს მუნიციპალიტეტში, არაფერი ქმედითი ნაბიჯები კონკრეტული სამართლებრივი თუ ადმინისტრირების მიმართულებით არ არის გადადგმული. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ისიც, რომ ინფრასტრუქტურის ხარისხის კონტროლის გაძლიერება ვერ ხდება, საგარანტიო მექანიზმების გამოყენება ვერ ხდება, როდესაც არსებობს კონკრეტული დარღვევების შემთხვევები კომპანიებისგან, საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების მხრიდან სათანადოდ არ ხდება საგარანტიო მექანიზმების გამოყენება. თუ თავის მხრივ ახლა აქ შეიძლება არსებობდეს ორი პრობლემა, ერთი რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს შესაბამისად ქმედითი უნარების გამოხორციელებელი სტრუქტურები ან არ ყავს სათანადო პერსონები, რომლებიც იქნებიან პროფესიონალები ამ მიმართულებით, ან მეორე, რაც უფრო რეალურად ჩანს ასე, ეს არის ჩრდილოვანი მმართველობის შემთხვევა და კორუფციის ნიშნები, რომელიც სხვა ბევრი მიმართულებითაც იკვეთება, მაგალითად იგივე ქონების გადანაწილების თვალსაზრისით ჩვენ გამოვითხოვეთ 4 მუნიციპალიტეტიდან, შიდა ქართლის 4 მუნიციპალიტეტიდან, გორი, ქარელი, ხაშური, კასპის მერიებიდან, რომ მოეწოდებინათ 2021-25 წლებში გასხვისებული ქონების, იჯარებისა და სამშენებლო ნებართვების შესახებ ინფორმაცია. უნდა ითქვას, რომ ინფორმაცია მეტნაკლებად დაცულ ვადებში მოგვაწოდეს, თუმცა ძალიან მწირი და ზედაპირული ინფორმაცია იქნა მოწოდებული უმეტეს შემთხვევაში. რას ვითხოვდი კონკრეტულად ლექსო და რა მივიღეთ? კონკრეტულად ვითხოვდით, რომ 2021 წლიდან 25 წლის ჩათვლით ყველა ქონების
აუქციონზე გამოტანის პერიოდები, ვინ იყო ჩართული, ვინ შეისყიდა ეს ქონება, ასევე სამშენებლო პერსონალური მონაცემების დაცვით, თუმცა გვინდოდა რომ გაგვეგო რომ ხომ არ არის რაღაცა ფარული კავშირები, ხომ არ იკვეთებიან პირები, რომლებიც დაახლოებულები არიან ხელისუფლებასთან და ასეთი დეტალური ინფორმაცია არ მოგვცეს უმეტეს შემთხვევაში. პატარა ცვლილება შეიძლება დავაფიქსიროთ სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტების განსხვავებით გორთან მიმართებაში, სადაც გორის მერიამ მოგვაწოდა გასხვისებული ქონების საიდენტიფიკაციო კოდები და ასევე Google Maps-ის მონაცემები, რომელთაც შეიძლება ამ ქონებების მდებარეობა, რეესტრი და სხვადასხვა მონაცემების მოძებნა დანარჩენი სამ მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ სტატისტიკა მოგვაწოდეს თუ რომელ წლებში რამდენი ქონებაა გაყიდული და მოგვაწოდეს ასევე ინფორმაცია თლიანად რამდენი არის შემოსული კონკრეტული წლების მიხედვით და არ არის დაკონკრეტებული ამ შემთხვევაში თუ იყო რაღაცა უფრო მეტი გათვლა მიჯარებიდან შემოსული თუ დროულად და თუ მოხდა კანონის ფართობებთან შედარებით ეს საბაზრო ფასზე რა შეგვიძლია ძალიან მნიშვნელოვანი არის ისეთი ფაქტები იკვეთება სადაც ქონებები ძირითადად მიწის ფართობები არის საკმაოდ დიდი მოცულობის და უმეტეს შემთხვევაში არ ჩანს თანხები ამ მოწოდებული ინფორმაციებში თუ რა თანხები აუდიტის დასკვნა რომელიც ახსენე იქ ნათლად იყო რეკომენდაციაში მითითებული რომ მაგალითად 86 ლარად იყო საკმაოდ დიდი მოცულობის ფართი გასხვისებული და აქ უკვე რაღაცა კითხვის ნიშნები ჩნდებოდა ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი არის კონკრეტული მუნიციპალიტეტები შეიძლება მუნიციპალიტეტის კონკრეტული სოფლების ტერიტორიები შეიძლება გავიხსენოთ ეს მაგალითად ხშირი არის ტყვიავის კარალეთის ატენის მხარეს ბოშურის თემში არის ხშირი არის ესეთი ქონებების გაყიდვა რომელიც არ ჩანს კონკრეტული თანხები და დეტალური კვლევის შედეგადაც ძალიან ძნელია რომ მიაგნო იმ თანხებს რა თანხებად არის გაცემული ასევე არ ჩანს კონკრეტული პირები ვის ხელში გადავიდა აღნიშნული ქონება რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს რომ საქმე გვაქვს ისევ კორუფციულ გარიგებებთან ან ადმინისტრირების დაბალ დონესთან და ქმედოუნარობასთან მერიის სამსახურების მხრიდან ერთი მთავარი პრობლემა კიდე რაც ამ გამოთხოვილი ინფორმაციებიდან ჩანს არის ის რომ არსებობს ინფრასტრუქტურა ისეთი ინფრასტრუქტურა მაგალითად მიწისქვეშა გადასასვლელები გარე განათების ბოძები რომლებიც იჯარით გაიცემა კონკრეტულ შემთხვევაში მაგრამ არ ჩანს არც აუქციონის პირობები არც მოთხოვნები არც შემდგომში ამ თანხების შემოსვლის მენეჯმენტი რანაირად ხდება. ანუ რიგით მოქალაქეს რომ აინტერესებდეს რომ მაგალითად ჩაერთოს ამ აუქციონის პროცესში, მას ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდა. საკმაოდ რთული არის ესეთი ინფორმაციის მოპოვება, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ვცადეთ რომ გამოგვეთხოვა დეტალური ინფორმაცია, მივმართეთ კიდეც რომ დეტალური ინფორმაცია მოეწოდებინათ, საუბარია იმაზე რომ მოგვაწოდეს გარკვეული სახის ინფორმაცია, თუმცა არ მოგვაწოდეს ის დეტალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უფრო სიღრმისეულად შესაძლებელი გახდება რომ გამოვიკვლიოთ ვის ხელში გადადის ქონება ვის რა უფლებებით მიენიჭება ნებართვები იქნება ეს თუ სხვა პრივილეგიები, ამიტომ ჩნდება განცდა რომ ერთის მხრივ შესაძლებელია ეს იყოს ადმინისტრირების პრობლემა, მაგრამ მეორეს მხრივ რაც უფრო სავარაუდოა არის უფრო კორუფციის ნიშნები. ერთი რაც მშენებლობის ნებართვებში ყველაზე ხშირად ჩნდება არის მრავალწლიანი კორექტირების მაჩვენებლები, ანუ კონკრეტული მშენებლობის ნებართვების გადაცემისასვე ამ ნებართვებში შესაძლებლობა ჩნდება რომ მრავალი წლის განმავლობაში მშენებარე კომპანიას ჰქონდეს შესაძლებლობა შეიტანოს ცვლილებები ნებართვაში, რაც გარკვეულწილად აჩენს სხვადასხვა პრობლემების რისკს, მათ შორის ხშირი არის ისეთი შემთხვევები, როცა კომპანიები შედარებით მცირე მასშტაბის ნაგებობების აშენებენ ნებართვებს იღებენ თავდაპირველად პირველ ეტაპზე, როცა ყურადღება მცირე პროცედურები
პირობები ჭირდება შემდეგ საზედამხედველო პირობების პროცესების დროს უკვე შედარებით მარტივდება პროცედურები და შედარებით ყურადღების მიღმაც შეიძლება დარჩეს ესეთი საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფებისთვის თუ მედიისთვის, იმიტომ რომ უკვე გაცემული ნებართვის შემთხვევაში შენდება 3-სართულიანი კონკრეტული შენობა თუ შენდება 10 სართულიანი, აი ამას უკვე სჭირდება ძალიან დეტალური ყურადღების მიქცევა, რაც ვფიქრობ, რომ შედარებით უფრო რთული პროცედურა არის, განსხვავებით პირველ ეტაპზე გაცემული ნებართვისგან და ესეთი შემთხვევებით ძალიან ხშირი არის და ამას ხელს უწყობს ისევ ადმინისტრირების ან ნებით ნაკლები ინტერესი, რომ გააკონტროლონ ეს სიტუაცია და იყოს კანონის ჩარჩოში მოქცეული, ან შედარებით ისე კორუფციის ნიშნები. კი, აი ნებართვები რომ ახსენე ლექსო, მე ვიცი რომ ძალიან ბევრი მოქალაქისგან მსმენია, რომ რაღაცა დროში უჭიანურებენ, რაღაცებს პრობლემებს უქმნიან ხელოვნურად, თუმცა ჩვენ ვხედავთ მოქალაქეთა ნაწილს, რომლებიც უპრობლემოდ იღებენ ამ ნებართვას. აი რა შეიძლება იყოს? ერთი ამბავი არის ის, რომ არის კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, ისევ და ისევ ამ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ჩანს, რომ არის კონკრეტული ჯგუფები, რომლებსაც შედარებით უფრო ადვილად უხერხდებათ ნებართვების მიღება, სავარაუდოდ ისევ და ისევ კავშირებიდან გამომდინარე, ხელისუფლებასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელ პირებთან ახლო კომუნიკაციისა და კავშირებიდან გამომდინარე და მეორეს მხრივ არის ხშირად ისეთი შემთხვევები, როდესაც საერთოდ ნებართვის გარეშე ხდება რაღაცა კონკრეტული მშენებლობები და მოწოდებული ინფორმაციაც ერთის მხრივ ვეცადეთ კიდეც რომ თანამედროვე ტექნოლოგიები გამოგვეყენებინა და მოწოდებული ინფორმაცია შევეცადეთ რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კიდევ უფრო სიღრმისეულად გაგვეშიფრა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაც დავინახეთ რომ ბევრი ქონება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბევრი მშენებლობა ისე არის განხორციელებული რომ არ არსებობს კონკრეტული არანაირი დოკუმენტი და შემდგომშიც არ არსებობს არანაირი ქმედითი ნაბიჯები გადადგმული რომ მსგავსი უნებართო მშენებლობების მიმართ კანონით დაწესებული ნაბიჯები იყოს გადადგმული. ამიტომ ისევ და ისევ მეც და ან კვლევაში მონაწილე ადამიანებსაც გვრჩება შტაბ-ეჭრილება რომ მუნიციპალიტეტებისთვის სახელმწიფო აუდიტის დასკვნებიც კი არ არის გასათვალისწინებელი ძლიერი ინსტრუქტაჟი, ესე შეიძლება ითქვას ალბათ, რომელსაც უნდა იყენებდნენ იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში არ იყოს ჩამოშლილი, მუნიციპალიტეტები იყვნენ სათანადოდ გამჭვირვალე და სათანადოდ იყვნენ კანონზე ორიენტირებული და კანონის აღსრულებაზე ორიენტირებულები, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ყოველ წელს ერთი და იგივე პრობლემები არსებობს ამ პრობლემების გამოსავლის მითითება, მაგრამ არ არსებობს ნება, რომელსაც გამოხატავს კონკრეტული თანამდებობის პირები ან არსებობს კორუფციის ინტერესები. სხვადასხვა ლექსი ხედავთ ჩვენს გარშემო ბოლო წლებში ძალიან ბევრი კორპუსი აშენდა. მოთხოვნაც არის, დაინტერესება არის მოქალაქეების მხრიდან, თუმცა ამ დროს არავინ არ კითხულობს, არსებობს რაიმე მიღება ჩაბარების აქტი და აი მსგავსი დოკუმენტები, რაც საფრთხეს აღარ შეუქმნის იქ მერე მაცხოვრებელს, ხო? ჩვენ ვიცით, რომ გოუშიც არსებობს ერთ-ერთი კორპუსი, რომელიც ჩემი ინფორმაციით მე პატრონემ გადაწყვიტა შედარებით დაბალ ფასად გაეყიდა, იმიტომ რომ რაღაცა პირობები ვერ დააკმაყოფილა, ვერ მოიპოვა ის სათანადო დოკუმენტი, რაც უკვე უსაფრთხოდ ცხოვრების გარანტი იქნებოდა. აი მოქალაქეებს რომ ავუხსნათ, რა უნდა მოითხოვონ საწყის ეტაპზე, თუ გადაწყვეტენ მაგალითად კორპუსის ბინის ყიდვას კორპუსში, ხო? ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია მაგალითად რამდენად კეთილსინდისიერად დასრულდა ის სამუშაოები, საზედამხედველობო სამუშაოები არ სრულდება ხშირ შემთხვევაში, ხო? რა რისკებს ხედავ, აი გორის მაგალითზე რომ იმსჯელოს და რა უნდა მოითხოვონ მოქალაქეებმა? საერთოდ ძალიან ბევრი მიმართულებით ამ მხრივ ძალიან ბევრი მიმართულებით არსებობს პრობლემა. ერთი პრობლემა არის ის უშუალოდ რაც მუნიციპალიტეტის მიერ კერძო ორგანიზაციებისთვის არის როგორც ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ზედამხედველობის აუცილებელი სამუშაოების განხორციელება, მაგრამ მეორე მხარეს ხედავთ, რომ უშუალოდ მერიის მიერ განხორციელებული პროექტების ზედამხედველობაც კი არ ხდება. ანუ არათუ კერძო ორგანიზაციები როგორ მუშაობენ და რამდენად პირობების მიხედვით და რამდენად კანონის მიხედვით ახორციელებენ კონკრეტულ მშენებლობებს, არამედ უშუალოდ მერია რომელ პროექტებზეც აცხადებს თვითონ კონკურსს,
და ტენდერს და მიდის შემდგომში რაღაცა პროექტის განხორციელება, ამ პროექტების ზედამხედველობაც კი სათანადოდ არ ხდება. კონკრეტული კითხვიდან გამომდინარე, უშუალოდ კორპუსების აშენებასთან დაკავშირებით, ახლა ყველაზე მეტად მახსენდება ბოლოს გორში განვითარებული მოვლენები, რომელიც ასევე კორპუსის მშენებლობას უკავშირდება. ეს წყლის უწყლობის ის 2-3 დღიანი პერიოდი, რომელიც ამ ქალაქმა გადაიტანა, 14,000 აბონენტი დარჩა წყლის გარეშე, აი ყველაზე პირველი საჭიროება რაც ადამიანს აქვს არის წყალი და ამის გარეშე დარჩა. აი ეს მაჩვენებს ერთ არა რამდენიმე მიმართულების პრობლემას, რომელიც ფაქტობრივად აი ამ პროცესით გახდა ნათელი რამ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ერთი არის ის პრობლემა, რომ არსებობდა მიწის ნაკვეთი, რომელიც იყო მუნიციპალიტეტის საკუთრება, რომელიც გამოვიდა აუქციონზე და კონკრეტული პირის ხელში აღმოჩნდა. შეისყიდა კონკრეტულმა მოქალაქემ. ამ კონკრეტულ მიწაზე, რომელზეც საუბარი არის, გადიოდა სტრატეგიული დანიშნულების წყალსადენი მილი, ხო? ანუ ჯერ პირველი დარღვევა მოხდა მაშინ, როდესაც მერიამ გამოიტანა აღნიშნული ქონება და გაყიდა. შემდგომში მოხდა მეორე დარღვევა, როდესაც ამ აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც სტრატეგიული დანიშნულების წყალსადენი მილი გადიოდა, გაიცა ნებართვა, აი სტრუქტურულად რომ მიყვეთ, თორემ სინამდვილეში ჯერჯერობით არანაირი დოკუმენტი არ გასაჯაროვებულა, რასაც ჩვენ ხედავთ ნებართვების შესახებ, იქნება ეს წყალმომარაგების კომპანიის მიერ გაცემული თუ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით, მაგრამ რო წარმოვიდგინოთ როგორი იყო დინამიკა და რა პროცესი გაიარა, ხო, ამ კონკრეტულმა შემთხვევამ. გამოვიდა მიწა, გაიყიდა, სადაც არსებობდა სტრატეგიული დანიშნულების წყალსადენი მილი. გაიყიდა, შემდგომში გაიცა ამ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა, რომელიც ასევე თავის მხრივ თუ ასეთი ნებართვა არსებობს, არის უკანონო, იმიტომ რომ იქ არსებობს სტრატეგიული მილსადენი. ამის შემდეგ წყალმომარაგების კომპანიას სავარაუდოდ უნდა ქონოდა გაცემული ნებართვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მილი გადატანილიყო როგორც მინიმუმ პროცედურულად რო წარმოვიდგინოთ, ხო? სამშენებლო ნებართვამდე უნდა წყალსადენი კომპანიის, წყალმომარაგების კომპანიასთან აღნიშნულ კონკრეტულ პირს უნდა ქონოდა მიმართვა გაკეთებული, რომ ეს აღნიშნული მილი რამდენად შესაძლებელია, რომ ამოვიღოთ, გადავიტანოთ სხვა ტერიტორიაზე და ამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდეს. ამის შემდეგ მერიას უნდა გაეცა წყალმომარაგების კომპანიისთვის შესაბამისი რეკომენდაციები, წყალმომარაგების კომპანიას უნდა კომპანიისთვის, რომელიც აპირებს მშენებლობის დაწყებას, მიეცა მითითებები რა სტანდარტების დაცვით უნდა მომხდარიყო აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება და შემდგომში უნდა გაკეთებულიყო თავისი ვადებით, დროის სწორად მართვით, კონკრეტული პროფესიონალური ჯგუფების მიერ განხორციელებით ამ სამუშაოების და ჩვენ რა ვნახეთ, ხო? ჩვენ ვნახეთ, რომ არანაირი ნებართვა არ არსებობდა, საერთოდ სამშენებლო ღობეც კი, რომელიც იქ ვნახეთ, არ იყო აღჭურვილი არანაირი ინფორმაციული დაფით, ანუ მინიმუმ უნდა ყოფილიყო დაფა, კი, ანუ მრავალ კომპონენტიანი, აი მრავალ საფეხურიანი ჯაჭვი არის მთლიანი, აი რაღაცა დიდი დარღვევებისა, რომლის ირგვლივაც არ არსებობს კონკრეტული დოკუმენტები. აი საუბარი არის სადღაც მინიმუმ 50 დოკუმენტი, ალბათ თუ შეიძლება 30 დოკუმენტი მაინც არის წასულა თანამდებობიდან არ არის საკმარისი. და ამ შემთხვევაშიც ხო გათავისუფლდნენ თუ თავისინებით დატოვეს, ხო, ამ თანამდებობის პირებმა თავისი თანამდებობები, ესეც არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმის, რომ ფორმალურად ხდება გადაწყვეტილებების მიღება თუ შემდგომში პასუხისმგებლობების დაკისრება, იმიტომ რომ კარგად ვიცით როგორ იმართება მუნიციპალიტეტები, კარგად ვიცით საერთოდ როგორ იმართება ქვეყანა, იმართება კონკრეტული გავლენიანი პირების სურვილის და მიხედვით და ის საჯარო მოხელეები, რომლებიც გარკვეულ ეტაპზე ასრულებენ რაღაცა სამუშაოებს, იძულებულები არიან ხშირ შემთხვევაში, რომ იმ დარღვევით განხორციელებული პროექტები ან არ შეამჩნიონ და არ მოახდინონ სათანადო რეაგირება, ან კონკრეტულ შემთხვევაში რაღაცა ისეთი ჩარჩო მოძებნონ, რაშიც მოარგებენ კონკრეტული ბიზნესი და კორუფციული ინტერესების ქვეშ
საკუთარ გადაწყვეტილებებს და ამ შემთხვევაშიც ახლა მოიძებნა ჩემი აზრით სუსტი რგოლები, რომლებიც გათავისუფლდნენ ისედაც ალბათ უპირებდნენ ჩემი შესაძლებელია რომ ეს რაღაცა კლანური გადანაწილების ინტერესებსაც გარკვეულწილად ერგებოდეს და ვიღაცების კლანები გაძლიერდნენ ამ პერსონების გათავისუფლებით და ვიღაცები დასუსტდნენ, ესეც არ არის გამორიცხული, მაგრამ რეალურად პრობლემებად რჩება. პრობლემები არის სისტემური, ის პრობლემები, რომლებიც არა მხოლოდ ესეთი კერძო დამკვირვებლების თვალში ჩანს, არამედ სახელმწიფო აუდიტის დასკვნებშიც იკვეთება და ეს პრობლემები არათუ სისტემურად არ არის გადაწყვეტილი, არამედ ადმინისტრაციული. და ეს სტატისტიკაც რო გააცნო მაყურებელს ლექსო დასასრულისკენ, რაც მოგცეს მუნიციპალიტეტებმა, რამდენი ობიექტის გასხვისება მოხდა და რა თანხა უნდა ყოფილიყო სულ მინიმუმ. ნუ აი ქარელის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში გვაქვს ესეთი მდგომარეობა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო 4 წლის განმავლობაში გაცემული არის 134 სამშენებლო ნებართვა, საკმაოდ ესეთი ქარელისნაირი პატარა მუნიციპალიტეტისთვის საკმაოდ ფართო რიცხვი არის 134 მშენებლობა. ნუ იმედია რომ ყველა ქალაქი ისევე როგორც თბილისი და ბათუმი არის ბეტონის ქალაქებად გადაქცეული, იგივე არ ემუქრება ამ პატარა მუნიციპალიტეტებს. პრინციპში გორს უკვე ეტყობა, რომ გორშიც უკვე მსგავსი დინამიკა მიმდინარეობს, თუნდაც იგივეა ეს წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით კორპუსზეც რომ ვისაუბროთ, ზუსტად 10 მეტრითაც არ არის დაშორებული ის ახლა დაშენებული კორპუსი, რომელიც უკვე აშენდა, წელს დასრულდა, რამდენადაც მახსოვს ამ კორპუსის შენებლობა და ესე რამდენიმე მეტრში უკვე მეორე სხვა ბეტონის ამხელა ნაგებობა უნდა აშენდეს. ნუ ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გასხვისებული არის 20 ფართი. ფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც რაღაცა სხვა 2022-დან 25 დღემდე 2022-25 20 ფართი არის მერის ბალანსზე, რაც იყო გასხვისებული. ფიქრობ, რომ აქაც რაღაცა შეიძლება არსებობდეს კითხვის ნიშნები ამ კონკრეტულ ციფრთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან მცირედ გამოიყურება 4 წლის განმავლობაში 20 ფართის გასხვისება და ნუ იჯარებიდან არის 6 სხვადასხვა ქონება არის იჯარით გადაცემული ამ 4 წლის განმავლობაში და შემოსული არის 193,900 ლარი. ესე გამოიყურება ქარელის მუნიციპალიტეტის მდგომარეობა. შევხედოთ ახლა კასპის შემთხვევაში. კასპის შემთხვევაში 72 ნებართვა არის გაცემული 2022 წელს, 23 წელს 88, 2024-ში 115 ნებართვა და 25-ში 64 ნებართვა. ანუ რეალურად რო წარმოვიდგინოთ, ხო, ფართობებით ახლა ქარელი და კასპი დიდად ისეთი ფართობით არ არიან განსხვავებულები, მაგრამ როგორც უყურებთ, აი საკმაოდ დიდი განსხვავება არის ამ თვალსაზრისითაც. ანუ შეიძლება ეს კარგი დემოკრატიული ქვეყნების შემთხვევაში და ადგილობრივი თვითმმართველობები, სადაც არის განვითარებული, კარგად იქ შეიძლება ვივარაუდოთ და ვიფიქროთ, რომ ეს ხდება იქიდან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტები თავის მხრივ სწორ კამპანიებს აწარმოებენ, მაგრამ საქართველოში სადაც ძირითადად ცენტრალიზებული მითითებებით მუშაობს მუნიციპალიტეტები, საკმაოდ დიდი აცდენა არის ორი თითქმის თანაბარი მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, იმიტომ რომ იქ ნახეთ ქარელის შემთხვევაში, რომ სულ იყო 134 ნებართვა და აქ საკმაოდ ფართო არის, აი როგორც უხეში დათვლით რო დავთვალოთ, სადღაც 400-დება ამ 4 წლის განმავლობაში, თუმცა თავის მხრივ ცუდი არ არის, რომ ესეთი ნებართვები გაიცემა, მთავარია რომ კანონის დაცვით ხდებოდეს და ის რეგულაციები არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, ესეც მნიშვნელოვანი არის. მუნიციპალიტეტს გასვისებული აქვს 2 ერთეული მიწაო, ამ წლების 2022 წლიდან დღემდე ესეც ძალიან უცნაურად გამოიყურება, რამდენად შეიძლება დასაყრდენი იყოს ეს ინფორმაცია, თუმცა საუბარი არის ოფიციალურ პასუხზე, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის მერიიდან არის მოცემული და იჯარით გაცემული არის 4 მიწის ნაკვეთი. ესე გამოიყურება კასპის შემთხვევა. ეხლა გადავიდეთ ხაშურის მუნიციპალიტეტზე. 2022 წელს 92 სამშენებლო ნებართვა, 2023 წელს 103 სამშენებლო ნებართვა, 2024 წელს 127 სამშენებლო ნებართვა
მიმართვა და ესეც უკვე ხედავთ რომ ესეც რაღაცა ფართო მასშტაბის მშენებლობებზე არის საუბარი. ნუ იმედია რომ ამ შემთხვევაში ხაშურის მუნიციპალიტეტის შემთხვევაშიც როგორც გორის შემთხვევაში ხშირად ვაწყდებით რომ უნებართო მშენებლობებთან არა გვაქვს საქმე და ყველაფერი ნებადართულია და იმიტომ არის ესეთი ფართო ციფრები მოცემული და იმედია რომ ითვალისწინებენ კანონს. ხაშურის მუნიციპალიტეტს იჯარით გაცემული აქვს 11 ქონება, 2023 წელს 9 ქონება და 2024 წელს 8 ქონება. ნუ ხაშურის შემთხვევაში ასეთი მუნიციპალიტეტის შემთხვევაში შედარებით რეალისტური ჩანს ალბათ ესეთი იჯარით გადაცემული ქონებების შესახებ ინფორმაცია. აქ არ არის დაკონკრეტებული რა თანხები შემოვიდა იჯარით გაცემული ქონებებიდან. კი, მოვითხოვეთ რა თანხები შემოვიდა, ასევე მოვითხოვეთ რომ საკადასტრო მონაცემები ყოფილიყო დაზუსტებული რომელ ქონებებზე იყო საუბარი რომ ამის შემდეგ მოგვეხერხებინა და დაგვიდგინა რაიმე კონკრეტული პიროვნებები და კავშირები ხომ არ იკვეთება, თუმცა ასეთი ინფორმაცია არ მოგვაწოდეს და ნუ გორის შემთხვევაში როგორც გითხარით ქონებების პრივატიზება საკმაოდ ესეთი ფართოდ გამოიყურება 2023 წლებში 75 ქონებაა გასხვისებული, 2023-24-ში 79 ქონებაა გასხვისებული, 2025 ჯერჯერობით არ არის სრულყოფილი ინფორმაცია, გამომდინარე რომ წელიწადი არ არის დასრულებული და 9 მიწის ნაკვეთი არის ამ ეტაპისთვის გასხვისებული. მინდა გითხრათ რომ ამ კვლევის დროს გამოიკვეთა რომ ამ წლის დასაწყისში 2025 წლის დასაწყისში ძალიან დიდი აქცენტით იყიდებოდა სუხიშვილის ქუჩაზე მიწის ნაკვეთები, თუმცა რასთან შეიძლება დავაკავშიროთ არ ჩანს, იმიტომ რომ კონკრეტული ქონებების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდეს, არც გაყიდული ქონებიდან შემოსავლის შესახებ. გავიგებთ ალბათ უახლოეს მომავალში. იმედია რომ წლის ბოლომდე ეს ინფორმაციაც შესაძლებელი გახდება და იჯარებიდან გორის მუნიციპალიტეტის ქონების იჯარებიდან შემოსულ თანხებსაც გეტყვით, 2022 წელს არის 106,000 ლარი, 2023 წელს 94,000 ლარი, 2024 წელს 104,000 ლარი და წლევანდელ წელს 1 ივლისის მონაცემებით ჯერჯერობით არის მხოლოდ 45,000 ლარი. ძალიან მცირე არის, მეტი ეფექტიანობა და მეტი შემოსავლები შეიძლება რომ კონდეს ჩვენს მუნიციპალიტეტებს. ვფიქრობ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმები, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად და ყველა ეტაპზე, ყველა ხელისუფლების მიერ მეტი ეფექტურობისა და მეტი უფრო მაღალი მაჩვენებლების იმსახურებს ჩვენი მუნიციპალიტეტები და მოქალაქეები, თუმცა მდგომარეობა არის ეს, რასაც ვხედავთ და გამოწვეულია პრობლემა. მოთხოვნები გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რასაც სამოქალაქო საზოგადოებას უყენებენ, ალბათ კარგი იქნება თუ საკუთარი საქმიანობიდან დაიწყებენ. რა, აქედანაც იკვეთება, რომ ბევრ რაღაცაზე ან მიზანმიმართულად არ არიან ისინი გამჭვირვალეები, ან ადმინისტრირების პრობლემა დგას, როგორც მინიმუმ და ვერ ახდენენ სათანადო გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, რასაც იმსახურებს თითოეული ჩვენი მოქალაქე. ძალიან დიდი მადლობა, ლექსო. ვფიქრობ, რომ ინფორმაციული გამოვიდა ეს ჩვენი დღევანდელი გადაცემა, იმიტომ რომ მსგავს თემებზე ყოველ შემთხვევაში რეგიონის მასშტაბით არ მიდის საუბრები და თუ კი სადმე რამე კეთდება, მხოლოდ ხშირად გვაკრიტიკებენ ხოლმე, რომ შენდება ხო არ ინგრევაო, მაგრამ იმის იქით კიდევ რა იმალება და რა ეტაპები არის გადალახული და შემდეგ ხო მიზანმიმართულად უნებართო მშენებლობები და ყველაფერი რაც უკავშირდება უსაფრთხოებას ადამიანებს, ეს რატომღაც არ არის აქცენტები, ამაზე არ არის ხოლმე ხშირად გაკეთებული. ჩვენი ეს თემა აუცილებლად ნახეთ NeoTV-ზე, სადაც უფრო ჩაშლილად იქნება გადმოცემული ეს საკითხები და საინტერესო მიგნებებით შეგიძლიათ ნახოთ და თავადვე გააკეთოთ შემდეგ დასკვნები და მოიძიოთ პასუხები იმ საკითხებზე, რაც შემდეგ ამ ანალიტიკური კვლევის შედეგად შესაძლოა გამოიწვიოს თქვენში. ჩვენი სტუმარი იყო ლექსო ვალიაური, ჩვენი გადაცემა მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებად.